პიერ სანტი მატარელა, იტალიის პოლიტიკის ვარსკვლავი. მთელი ქვეყანა მას იმედით შეხურებს. მაგრამ მაფია სხვაგვარ აზრზეა. მას ყველგან ხაფანგი ელოდება. სადღესასწაულო დილა, რომელმაც მთელი იტალია შეცვალა. ეს არის ისტორია პოლიტიკის, ძალაუფლების და მაფიის. ისტორია, რომელიც დღემდე იტალიის შავი ლაქაა. $1980 წლის 6 იანვარი. იტალიაში ეს დღე მშვიდი და სადღესასწაულოა. ქრისტიანები ეპიფანიას აღნიშნავენ. დღეს, როდესაც ოჯახები ერთად იკრიბებიან და ქალაქები მშვიდი სიჩუმით ცხოვრობენ. მაგრამ იმ დილას სიცილიის დედაქალაქში, პალერმოში, ისტორია სხვანაირად დაიწერა. ქუჩაზე, რომელსაც თავისუფლების ქუჩას ეძახიან, რამდენიმე წუთში იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შოკის მომგვრელი პოლიტიკური მკვლელობა მოხდებოდა. მსხვერპლი იყო სიცილიის რეგიონის პრეზიდენტი, პიერ სანტი მატარელა. პოლიტიკოსი, რომელიც სისტემას ებრძოდა. მატარელა ჩვეულებრივი პოლიტიკოსი არ იყო. ის ეკუთვნოდა პარტიას, Christian Democracy და ითვლებოდა იმ თაობის წარმომადგენლად, რომელსაც იტალიის პოლიტიკის შეცვლა შეეძლო. მისი მენტორი იყო ცნობილი იტალიელი ლიდერი, ალდო მორო. მორო ცდილობდა ქვეყანაში პოლიტიკური შერიგება მოეხდინა ქრისტიან დემოკრატებსა და კომუნისტებს შორის. მატარელა ამ იდეის გაგრძელებას ცდილობდა სიცილიაში, მაგრამ სიცილია განსაკუთრებული ადგილი იყო. აქ პოლიტიკა ხშირად ეჯახებოდა ორგანიზაციას, რომელიც ჩრდილში მართავდა ბევრ რამეს. ეს ორგანიზაცია იყო კოსა ნოსტრა. სიცილიაში სახელმწიფო ტენდერები, მშენებლობები და მილიონობით დოლარის კონტრაქტები ხშირად მაფიის ხელში ხვდებოდა. მატარელამ გადაწყვიტა ეს სისტემა დაინგრია. მან შემოიღო ახალი წესები. კონტრაქტები უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე. კორუფცია უნდა დასრულებულიყო. მაფიას აღარ უნდა ემართა სახელმწიფო ფული. ეს გადაწყვეტილებები პირდაპირ ურტყამდა მაფიის ლიდერებს. მათ შორის იყვნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ სალვატორე რიინა და ბერნარდო პროვენცანო. მატარელა მიცოდა, რომ ეს ბრძოლა საშიში იყო, მაგრამ უკან არ იხევდა. 1980 წლის 6 იანვარი. კვირა დილა. მატარელა ოჯახთან ერთად ეკლესიაში წასასვლელად ემზადებოდა. მის გვერდით იყო მისი მეუღლე ირმა, შვილი და სიდედრი. ისინი სახლიდან გამოვიდნენ და მანქანისკენ გაემართნენ. პრეზიდენტი ჩაჯდა თავის ავტომობილში, Fiat 122-ში. ქუჩა მშვიდი იყო, მაგრამ რამდენიმე წამში ყველაფერი შეიცვალა. მოულოდნელად მანქანასთან მიუახლოვდა მამაკაცი. მისი მოძრაობა მშვიდი იყო, სახე ცივი. ხელში ეჭირა 38 კალიბრის რევოლვერი. მან პირდაპირ პრეზიდენტს დაუმიზნა. პირველი გასროლა გაისმა, შემდეგ მეორე, შემდეგ კიდევ რამდენიმე. ქუჩაში პანიკა დაიწყო. მატარელას მეუღლე ქმარს ფარავდა საკუთარი სხეულით და დახმარებას ითხოვდა. მაგრამ მკვლელი არ შეჩერებულა. მან რამდენიმე წამით უკან დაიხია. შემდეგ კი დაბრუნდა. ახლა ხელში სხვა იარაღი ეჭირა. მან დაჭრილ პრეზიდენტს კიდევ რამდენიმე ტყვია ესროლა. ეს უკვე სასიკვდილო გასროლები იყო. მატარელა მეუღლის ხელებში გარდაიცვალა. მკვლელი სწრაფად გაქრა. რამდენიმე ასეულ მეტრში მოგვიანებით იპოვეს მიტოვებული მანქანა. Fiat 127. მანქანას ყალბი ნომრები ჰქონდა. მკვლელი თითქოს ჰაერში გაუჩინარდა. გამოძიებაში ჩაერთო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიელი პროკურორი, ჯოვანი ფალკონე. ფალკონე დარწმუნებული იყო, რომ ეს უბრალო მკვლელობა არ იყო. მისი აზრით, ეს იყო მაფიის, ტერორიზმისა და პოლიტიკის საშიში კავშირი. მოწმეები ხშირად ასახელებდნენ ნეოფაშისტ ტერორისტს, ვალერიო ფიორავანტი. ის იყო ორგანიზაციის ლიდერი, ნუკლეი არმატი რივოლუციონარი. მატარელას მეუღლემ კი თქვა, რომ მკვლელი მას გავდა, მაგრამ სასამართლომ საკმარისი მტკიცებულება ვერ იპოვა. საქმე ჩიხში შევიდა. წლების მერე სასამართლომ სხვადასხვა გამოიტანა. მკვლელობის დამკვეთებად დასახელდნენ მაფიის ლიდერები, მათ შორის იყვნენ სალვატორე რიინა და ბერნარდო პროვენცანო. მაგრამ თავარი კითხვა მაინც დარჩა. ვინ იყო რეალური მკვლელი? წლების მერე საქმე კვლავ გაიხსნა. პროკურორებმა ახალი ეჭვმიტანილი დაასახელეს, ანტონინო მადონია. გამოძიების ახალი ვერსიით სწორედ ის იყო ადამიანი, რომელმაც იმ დილას სასიკვდილო ტყვიები გაისროლა.
მაგრამ საბოლოო სიმართლე დღემდე ბოლომდე დადასტურებული არ არის. ამ ისტორიას კიდევ ერთი სიმბოლური გაგრძელება აქვს. მატარელას უმცროსი ძმა გახდა იტალიის პრეზიდენტი. მისი სახელია სერჯიო მატარელა. როდესაც 2015 წელს პრეზიდენტად აირჩიეს, ბევრმა იტალიელმა თქვა, ისტორია თითქოს პასუხს სცემდა ტერორს. ოჯახმა, რომელმაც მაფიის ძალადობა საკუთარ თავზე გამოსცადა, საბოლოოდ ქვეყნის უმაღლეს თანამდებობამდე მიაღწია. დღეს პიერ სანტი მატარელა იტალიაში სიმბოლოა. სიმბოლო იმისა, რომ პოლიტიკაში პატიოსნება შეიძლება სიცოცხლის ფასად დაჯდეს, მაგრამ მისი ისტორია ასევე გვახსენებს, რომ ბრძოლა სამართლიანობისთვის არასოდეს არ არის ამაო, რადგან ზოგან ერთი ადამიანის იდეა შეიძლება უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, ვიდრე მთელი დანაშაუნებრივი იმპერია.